Mikhail Kavelashvili, President of Georgia. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში გაეროს უმაღლესი ტრიბუნა პირველად დაიკავა და უპირველესად ქვეყანა და ქართველი ხალხი წარადგინა. საუბარი ქვეყნის ისტორიული წარსულით, იდენტობით და კულტურით დაიწყო. მე წარმოვადგენ 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით ახსავსია. ქვეყანას, რომელსაც სოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითყოფადობის, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თარაასებობა და მრავალფეროვნება ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალე და აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში. ერთ-ერთი მთავარი კი რაც პრეზიდენტის თქმით ქართველ ხალხს ისტორიამ კარგად ასწავლა, ეს ომისა და მშვიდობის ფასია. და სწორედ ამიტომ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით აწმყოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება მშვიდობას ირჩევენ. მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, შვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. არაერთი ომი და 2008 წლის მოუშუშებელი იარები. პრეზიდენტის თქმით ქართველ ხალხს უკრაინელების მიმართ განსაკუთრებით სოლიდარულს ხდის. მიხეილ ყაველაშვილმა განსხვავებით მისი უკრაინელი კოლეგისგან გაეროს ტრიბუნა მეგობარი ქვეყნის კრიტიკისთვის არ გამოიყენა. ნაცვლად ამისა უკრაინელებს საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მიესალმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკასაც. უკვე მე-4 წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური სხვეპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკვე გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერას გამოხატავს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. ისაუბრა საქართველოს ისტორიულ ფუნქციაზეც, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა წარმატებით იბრუნებს და ხდება ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია ჩვენი ქვეყნის როლს როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. შუადერეფნის განვითარების ფარგლებში საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზდას ემსახურება. მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან კი სამართლიანი და ღირსეული დამოკიდებულებები მოითხოვა. თქვა, რომ ულტიმატუმის და დაშინების ენას ქართველი ხალხი არ შეეგუება. ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი. საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან სოფლიოში იცხოვრონ. ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა კი ბოლოსთვის მოიტოვა. თქვა, რომ საქართველო არც დროებით დაკარგულ 20% შეეგუება. მიმართა საოკუპაციო საზღვრის მეორე მხარეს მყოფებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩემო, აფხაზო და ოსო, ძმებო და დებო. ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა. ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულ სუგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, ერთ დღესაც ჩვენ შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ. მიმართვის ბოლო ადრესატი კი თავად გაერო იყო. პრეზიდენტის განცხადებით საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. მზადყოფნას გამოვთქვავთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გაუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. საქართველოს პრეზიდენტს გაეროს ტრიბუნა 12 წუთის განმავლობაში ეკავა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში რჩება ისახლა. გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისთვის ემზადება.